დაბარების მიუხედავად საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გუშინ არ გამოცხადდა ირაკლი ოქრუაშვილი. მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებულია გამოძიება, ბადრი ჯაფარიძეზე კი კომისიამ შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა. დეპუტატების განცხადებით ყველა იმ პირის საკითხი დადგება დღის წესრიგში, რომელიც საგამოძიებო კომისიის კითხვებს თავს აარიდებს და სხდომაზე დაბარების მიუხედავად არ მივა. ჩვენი არ მისულა ამ მართლა საცირკო სანახაობაში აქვს ამ ხრივ ძალიან სერიოზული არგუმენტი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, ჩვენ პარლამენტს არ ვაღიარებთ. თავის არიდება ხვდებით რატომაც მოხდა ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიის წევრები არ ყოფილან, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მათ ჰქონდათ თავიანთი ფუნქცია და ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ხაზარაძესთან მიმართებით არსებობს კითხვები. რა თქმა უნდა, ამიტომ არის სურვეს მათ მისულიყვნენ და კიდევ ერთხელ ფართო საზოგადოებას დაენახა თუ რა იყო მათი როლი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. საგამოძიებო კომისია ეს არ არის უბრალოდ პრინციპის ამბავი, საგამოძიებო კომისია ცდილობს ნათელი მოფინოს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში ამდენი წელია უკვე არის და ამას სჭირდება ძალიან მკაფიო, ერთხელ და სამუდამოდ ძალიან მკაფიო პასუხები. ამიტომ ერთის მხრივ ეს არის პირდაპირ კანონის დარღვევა, როდესაც არ ცხადდები, არ თანამშრომლობ საგამოძიებო კომისიასთან და მეორეს მხრივ ეს არის პირდაპირ საზოგადოების მათ შორის მათი ამორჩევლის უპატივცემულობაც, როდესაც ისინი საზოგადოებაში მათ დამიარსებულ კითხვებს არცემენ მკაფიო პასუხებს. რა თქმა უნდა, ისეთი კითხვებია, რომ არ უნდათ რომ პირდაპირ ეთერში საზოგადოებამ მოისმინოს მათი პასუხები, ვინაიდან პასუხები არ არსებობს. მე რიგით პოლიტიკოს, რა თქმა უნდა, შემიძლია პოლიტიკური შეფასება გავაკეთო და ჩემი ვარაუდი გამოვთქვა უბრალოდ, რა თქმა უნდა, ეხლა რაც იმ ბატონმა ილაპარაკა, რომელიც გაუმწარეს ცხოვრება, მაგნატის შემთხვევაზე რომ თქვა და ფაქტებით, მტკიცებულებებით, თარიღებით ყველაფერი ჩამოთვალა, ძალიან რთულია შემდეგ რომ დაჯდე იქ და ამ ყველაფერს პასუხი გაცე, ხო? ვინაიდან იცი რომ გიყურებს მთელი საქართველო და იქ სიცრუეს არავინ არ გაბატიებს.